ბოლო ერთ წელში C ჰეპატიტისგან თითქმის სრულად განკურნებული 15,000-მდე მოქალაქე დაავადების ელიმინაციის პროგრამის შედეგები ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ შეაჯამა. 28 ივლისი ჰეპატიტის ვირუსებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დღეიდან სერგენკოს უწყება მოქალაქეებს სპეციალურ სერვისს თავაზობს. მობილური ამბულატორია, სადაც მსურველებს ანალიზების ჩაბარება უფასოდ შეუძლიათ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მთელ დედაქალაქში იმოძრავებს. ვირუსული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით მუშაობას განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, სადაც საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მოსალოდნელი სიახლეები გააცნეს. ჯანდაცვის სამინისტროსთან მობილურ ამბულატორიაში დილიდან მოქალაქეების რიგია. გამოკვლევები C ჰეპატიტზე უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჰეპატიტის მსოფლიო დღეს უერთდება და მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მნიშვნელოვანი ამ პროექტში არის, რა თქმა უნდა, სკრინინგული გამოკვლევა და ახალი პაციენტების გამოვლენა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს სკრინინგი და ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ეს გრძელდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მის ფილიალებს მიაკითხოს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წელს დაიწყო. გამოკვლევა 200,000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. უახლესი მეთოდით 15,000-მდე პაციენტმა იმკურნალა, მათგან 90% სრულად განიკურნა. ამერიკული გამომცემლობასთან ერთად გაკეთდა და პირველად ქართულ ენაზე მოგვცეს უფლება მისი თარგმნის და ეს არის მობილური აპლიკაცია, სადაც ასევე საქართველოს მონაცემებიც არის, როგორც გავრცელების, ისე მკურნალობის გაიდლაინები და პროტოკოლები და ეს იქნება სახელმძღვანელო ყველა ჩვენი ექიმისთვის ამ ელიმინაციის პროცესში. C ჰეპატიტის პროგრამაზე სერვისებსა და მისი გაფართოების გზებზე დღეს პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ხდომაზეც ისაუბრეს. უკვე 10,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა პროგრამით და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. და ეს პროგრამა რა თქმა უნდა გრძელდება და უფრო ფართოვდება. ეხლა ბოლო 3 თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოხსენეთ ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმერის ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა უკვე ავდივართ თვეში 3,000 პაციენტზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შვება. იცოდე ჰეპატიტის შესახებ იმოქმედე ახლავე. ეს ჰეპატიტის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია. ოფიციალური მონაცემებით ბედა C ჰეპატიტით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.